კუნძული ვალორია, ჩემი სახლი. 6 წელია ამ კუნძულზე ვცხოვრობ. ყოველ დილით ძალიან აზრე ვიღვიძებ. იდეა ზოგადად საბავშვო კონტენტის შექმნის გაჩნდა ზუსტად 1 წლის წინ. ოლივერი საუკეთესო ფეხბურთის გუნდის კაპიტანი არ იყო თავიდანვე ანიმაციური სერიალი. ეს იყო საბავშვო წიგნი, რომელიც 1 წლის წინ გამოვაქვეყნე Amazon-ზე და ის დღეს მსოფლიო მასშტაბით იყიდება. 1 წლის შემდეგ და მანამდეც ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა მიმეწოდებინა ბავშვებისთვის ბევრად უფრო მარტივად და არამკითხველი აუდიტორიისთვის და გადავწყვიტე, რომ ჩემი საბავშვო წიგნის ინტეგრირება გამეკეთებინა YouTube პლატფორმაზე. და დაახლოებით 2 თვის წინ შეიქმნა ოლივერის საუკეთესო ფეხბურთის გუნდის კაპიტანი YouTube პლატფორმა. სერიალი არის პატარა ბიჭზე, რომელიც არის 6 წლის და ცხოვრობს კუნძულზე, ოცნებობს ფეხბურთელობაზე. ამის პარალელურად ოლივერს, რომელიც ჩემი გმირის სახელია, ძალიან უყვარს ცხოველები. ერთ დღეს ოლივერი გადაწყვეტს, რომ შექმნას ფეხბურთის გუნდი ცხოველებისგან და ის მიდის ტყეში სამოგზაუროდ, რომ შეხვდეს ცხოველებს და აწარმოოს მათთან მოლაპარაკებები. ჯამში მყავს 11 პერსონაჟი, ისევე როგორც ფეხბურთის გუნდში. ოლივერი არის გუნდის კაპიტანი და ის მოქმედებს ძალიან სტრატეგიულად და ჭკვიანურად. ვინაიდან ოლივერი თითოეული ცხოველის ნიჭს, უნარს და ბუნებისგან ბოძებულ ნიჭს იყენებს თავისი დიდი გეგმისთვის. მაგალითად, 8 ფეხა, რომელსაც აქვს 8 საცეცი, ოლივერი გადაწყვეტს, რომ დააყენოს კარში. ლომი არის თავდამსხმელი, ჟირაფი თავისი მაღალი კისერის წყალობით არის მაღალი ფლანგის მცველი. თითოეულ გმირს აქვს თავისი გამოკვეთილი ხასიათი, იუმორი, ცოტა ცინიზმი. პროექტის შინაარსობრივი ნაწილი, სცენარი, დიალოგები, ჩემი გმირების აღწერა, მათი ქცევები და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ყველაფერი აბსოლუტურად არის ჩემს მიერ შექმნილი. ამ ყველაფრისთვის ვიყენებ ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, რომელიც მეხმარება როგორც დამხმარე ინსტრუმენტი. თითოეულ ეპიზოდში მინდა აღნიშნო, რომ გამოყენებულია სიმღერა. ანიმაციური სერიალის კეთების პროცესში ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩემს მეგობრებს, რომლებიც მეხმარებიან როგორც გახმოვანების, ასევე ხმისმეტ ჩაწერის პროცესში. თავარ გმირს ახმოვანებს არაჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც როგორც აღმოჩნდა არის ჩემი აღმოჩენა. სხვათა შორის მისი მშობლებიც უკვე დიდი ხანია ამ სფეროში არიან და ახმოვანებენ სხვადასხვა სარეკლამო რგოლებს, ფილმებს და ასე შემდეგ. ის იყო ჩვენთვის დიდი მოულოდნელობა და ამავდროულად დიდი აღმოჩენაც ნოას ეს უნარი, რომელიც აღმოვაჩინეთ ამ ანიმაციის ჩაწერის პერიოდში. ეს მისი პირველი გამოცდილებაა სტუდიაში მუშაობის, მიკროფონთან და ზოგადად გახმოვანებაში. და მას ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდება კვლავაც ამ საქმიანობას და ამ პროცესს, თუ რა თქმა უნდა, მას შესაძლებლობა და საშუალება კვლავაც მიეცემა, რომ მსგავს პროექტში მიიღოს მონაწილეობა. ჩემი პერსონაჟი ოლივერი ძალიან მომწონს. იმიტომ რომ ის ფეხბურთელია მუთფილმში და მეც ფეხბურთელი ვარ. გახმოვანების პროცესი ძალიან მომეწონა და ძალიან გავერთე. ეხა შენ უნდა კითხო, ცოტა შეშინებული ხმა გაქვს, რა ვიღაც დაინახე და არ იცი. ჰეი! მან ვინ არის? პროექტი ზუსტად 1 კვირის წინ ჩაეშვა YouTube პლატფორმაზე, 1 კვირის წინ გამოქვეყნდა და გამოხმაურება საკმაოდ მაღალია, რაც ძალიან მახარებს. სცენარის 10-ვე სერია დაწერილია, ჯამში 10 ეპიზოდი გამოქვეყნდება 22 აგვისტომდე. მეორე სეზონზე მუშაობას დავიწყებ ძალიან მალე და უკვე 25 აგვისტოდან მეორე სეზონი ჩაეშვება. ოლივერი საუკეთესო ფეხბურთის გუნდის კაპიტანი არ არის მხოლოდ YouTube პლატფორმა, მე ამას ასე არ ვუყურებ. ეს არის ძალიან დიდი პროექტი, რომელსაც დიდი მიზნები აქვს მომავალში. და უბრალოდ დავაანონსებ იმას, რომ ოლივერს არა მხოლოდ YouTube-ზე, არამედ ბევრ სხვადასხვა პლატფორმაზე იხილავს ჩემი პატარა მაყურებელი. სექტემბრიდან ოლივერი ითარგმნება ბევრ სხვადასხვა ენაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ის გახდება საერთაშორისო პროექტი.